ირაკლი ნასიძე მაღალი მოდის ჩვენებისთვის ემზადება ქართველი დიზაინერი პარიზიდან თბილისში რამდენიმე დღით ჩამოვიდა და ქრონიკას პარიზული დეფილეს დეტალები გაუმხილა. საფრანგეთის დედაქალაქში 2010-2011 წლის ზამთრის კოლექციების ჩვენება ივლისში გაიმართება. ძიორი ვალენტინო გალიანო ამ სახელების გვერდით მოდის ტენდენციებს მსოფლიოს რამდენიმე წელია ირაკლი ნასიძე გარნახობს. ნახეთ მარი კუბლაშვილის სიუჟეტში. ეს ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ადგილია, სადაც ხშირად მოვდივარ ხოლმე თბილისში ყოფნით. და ყოველთვის მიუხედავად იმისა, რომ აქ ვარ დაბადებული, აქ ვარ გაზრდილი, ყოველთვის ეს გაოცებაში მოვყევა თბილისის თავისი ესეთი არაორდინალური კოლორიტით. მშობლიური ქალაქი 19 წლის წინ დატოვა. პარიზიდან თბილისში ჩამოსვლას ირაკლი ნასიძე იშვიათად ახერხებს, მხოლოდ რამდენიმე დღით. მალე ისევ საფრანგეთში დაბრუნდება. ქართველი დიზაინერი მაღალი მოდის პარიზული ჩვენებისთვის ემზადება. ევროპის დედაქალაქი ივლისში 2010-2011 წლის ზამთრის კოლექციის მოლოდინშია. დიორი, ვალენტინო, ჟივენში, გალიანო და სხვა ცნობილ მოდის სახლებთან ერთად მოდის ახალ ტენდენციებს მსოფლიოს ირაკლი ნასიძე გარნახობს. ეს არ იქნება ჩვენების, ასე ვთქვათ, ერთი კლასიკური ჩვენების სახით არ ჩატარდება. რაც ალბათ ესეთ თვლირო და იმედია, რაც საინტერესო სცენოგრაფიას და რეჟისურას მოვიფიქრებთ. ირაკლი ნასიძე ბოლო დროს ქსოვილის სტრუქტურით ინტერესდება. მის ახალ კოლექციაში ძირითადად ხელით ნაქსოვი ნიმუშები იქნება წარმოდგენილი. ამ კოლექციიდან 5 მოდელი მან ექსკლუზიურად საქართველოს მოდის კვირეულზე უკვე აჩვენა. პირველი ქართული Fashion Week-ი სწორედ მისი კოლექციით გაიხსნა. მე თვითონ კმაყოფილი ვარ იმით, რომ ეს მოდელები არის ძალიან კომფორტული. ამავე დროს შეიძლება ჩაიცვა საღამოს ასევე დღის განმავლობაში. და აბსოლუტურად სხვანაირად გარდაიქმნას ქალი კონტექსტის და მიხედვით. მაღალი მოდის სამყაროში ირაკლი ნასიძე 2002 წელს გამოჩნდა. იმ დროიდან მოყოლებული დღემდე დიზაინერი საკუთარ შემოქმედებას პარიზში წელიწადში 2 ჯერ წარმოადგენს. ევროპაში მასზე ამბობენ, რომ ირაკლი ნასიძე მხოლოდ მოდის დიზაინერი არ არის. ის შემოქმედია, რომელიც თავის ხელოვნებაში წესებს და კანონებს თავად ადგენს.